რაც შეეხება ბიუჯეტს, ჩვენ გვესმის, რომ ახალი მთავრობა საკმაოდ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა ვადებთან დაკავშირებით, მათ მოუწიათ ძალიან ბევრი რამის შეცვლა, ამიტომ ამ შემთხვევაში როგორც კონსტრუქციული ოპოზიცია ფორმალურ პროცედურებთან და ფორმასთან დაკავშირებით პრობლემებს არ შევქმნით, რაც შეეხება შინაარსთან დაკავშირებით ბუნებრივია გვექნება ძალიან ბევრი კითხვა. სავარაუდოდ ამ კვირაშივე უკვე შედგება უმცირესობის შეხვედრა ფინანსთა მინისტრთან, სადაც დეტალურად ვისაუბრებთ ბიუჯეტზე და გავივლით ამ საკითხს და ყველა შინაარსობრივ საკითხს პასუხი გაეცემა სწორედ ამ სხდომის შემდეგ. დღეს როგორც კანონი ითვალისწინებდა, შემოვიდა მთავრობიდან საქართველოს ბიუჯეტის 2013 წლის პროექტი. ეს ახლა 2 დღის ვადაში დაურიგდებათ კომიტეტებს, ფრაქციებს და უახლოესი 8 დღის განმავლობაში იქნება განხილვები კომიტეტების სხდომაზე და ფრაქციებზე უმრავლესობა უმცირესობის სხდომებზე. ასე რომ დეტალები უკვე მოგვიანებით იქნება ცნობილი თუ რა პრიორიტეტებია, როგორ არის ყველაფერს ამას გავიგებთ უახლოეს პერიოდში. პარლამენტის შენობასთან დაკავშირებით თქვენი ციდო დავალებული მქონდა ბიუროდან და პარლამენტის თავმჯდომარედან ამ საკითხის შესწავლა შევისწავლე. მოწვეული მყავდა შესაბამის სამინისტროს ხელმძღვანელები, შემსრულებელი, მშენებელი, დამკვეთის, როგორც იქნა მივაგენით, ვინ არის დამკვეთი, ეს დამკვეთი აღმოჩნდა კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ჰქონდა დავალებული და სახელმწიფო გადასცემდა მას სახელმწიფო ქონებას, რომელიც რეალიზაციის შემდეგ იგი აკუმულირებას უკეთებდა ამ თანხას, ბიუჯეტის შესახები არ შედიოდა და ამ თანხით ხდებოდა აშენება არა მარტო პარლამენტის შენობის, არა მარტო სხვა ობიექტების ქუთაისში, არამედ მესტიაში, აკოპარკი, სადაც ანაკლიაში და შემდეგ და ბევრი სხვა ობიექტები კიდე. ეს ყველაფერი ხდებოდა ბუნებრივია ზეპირი განკარგულებით, ზეპირი შეთანხმებით, ვინა გითხრათ ამ შენობასთან დაკავშირებით არც თავარია ამ შენობის აშენებაზე ნებართვა არ არსებობს, დღესაც არ არსებობს. ანუ უკანონო მშენებლობა. არის სწორედ ის დრო და სწორედ ის შესაფერისი სიტუაცია, როდესაც უნდა ჩაერიოს საქმეში სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რამდენად სწორად იყო საბიუჯეტო რესურსები გამოყენებული, რამდენად სწორად აშენდა ეს შენობა და რამდენად სწორად დაიხარჯა ხალხის ფული. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს სწორედ ის ბერკეტია, რომელიც პარლამენტს გააჩნია, ამიტომ ამ ბერკეტის გამოყენებას ჩვენ რა თქმა უნდა ვაპირებთ.